სალამი ძმდება, მოგესალმებით დღეს გენიალური ახალი გადაცემით. გამოიცანი ფასები და წაიღე სახში რაც გინდა. თუმცა ეს სახის წაღება თქვენთვის არ არის ჩემთვის. ვეთამაშები დავითა ოპერატორს და აჩიკო პროდიუსერს. თუ მე დღეს ვერ გამოვიცნე უმეტესი რაოდენობა ფასების, ნივთებს რაც კი იქნება წარმოდგენილი წაიღებენ სახში დათო და აჩი. ბაზარი. და თუ გამოვიცანი, წავიღებ მე. წინასწარ ვიძახი. 158 ლარიანი მე მიმაქვს, 98 ლარიანი მე მიმაქვს, 60 ლარიანი მე მიმაქვს. აჩიკო და დავითა გაინაწილებენ 8 ლარიანს, 19 ლარიანს, 20 ლარიანს. ეგრე არ არის ბახარა, ნახე, გეტყვი ხა როგორ იქნება რა. სულ არის ჯამში 9 ძვირიანი ნივთი. ამ 9-დან מחარ შენ 6 მაინც სწორად თუ გამოიცნობ და კადრი უეჭველი ჩასვი რა. 6 მაინც სწორად თუ დადებ, ყველა ნივთი, რომელსაც მოგიტან, დაგრჩება შენ. ესე ის ჩემია, ის ჩემია არა. ყველა ნივთი შენი იქნება. თუ 6-ზე ნაკლებს გამოიცნობ, მაშინ მე და დავითა გავინაწილებთ. აჩიკო ნახე, საერთოდ. მე და დავითა გავინაწილებთ მაგ ნივთებს מחარ. გაიგე? მაგრამ მე შემილია მოგცე ეგეთი რაღაცა რა, ბონუსი. აბა? როცა დაალაგებ საბოლოო შედეგი რო გექნება, ერთ გამოცვლის უფლებას მოგცემ. ანუ რო გეტყვი რომ ნაკლები არის 6-ზე. მოიცა, ერთად უნდა დავალაგო და ეგრე უნდა გავიგო. ვიგრიგობით შემოვა და დაალაგებ და მე ერთი უნდა დავალაგო და მორჩა? არა, მე გადალაგების საშუალება გექნება. ოღონდ რო შემოგაზრდი და სადაც გონია მანდ დადებ და მე შემდეგს რო შემოგაზრდი, შეიძლება ჩაანაცვლო. კაი, მიდი. იასნა, მადლობა. მაგარ იმენა ძმა, მოვიგებ ეგრე აჩიკო, რამე შეცვალე წესებში. კაი, პირველი ნივთიც ის. პირველი ნივთი მომეცი, აი ეგ ბოთლი მომეცი აჩიკო და 150 ლარიან ღვინოებში დავდებ. მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო, იმიტომ რომ სახლის გათამაშება არის ალფა სახთან ერთად, მინიშნება დღესაც იქნება და დაელოდეთ ტელეფონის ნომერს, რომელზეც უნდა დარეკოთ, ოღონდ მანამდე ტყუილ აკრიფავთ ნომერს, გეტყვით როცა უნდა დარეკოთ. გახსნა ხო შემიძლია? ყველაფერი შეგიძლია, ყველანაირად შეგიძლია შემოწმო. აბა ამოვჭამ ხოლმე, შეჭრა ჩემყლეს წაიღებ სახში მაგალითად გარაკე. გეტყვი ბახა რომ ყველა ნივთი არის ნაყიდი ან გასტრონომში, ან ევროპროდუქტში, ან ძვირიან მაღაზიებში მოკლედ რა. Green Jasmine Blossom. ესა. კაუჩი 40 ლარი, 20 აი ბიჭო 26 და აი ამ სამფასში ვფიქრობ რა. ჩაი, ეს არის ჩათვალე ჩაი. ხო და აი ჩაი ეხა ეს ჩაი არ არის. ესა 2.380 გრადუსზე მაგის დედა ესა. ეს უნდა წავიღო უეჭველი. 40 ლარი. სწორია? ისე მითხარი, ისე. სწორმა პასუხმა გაიჟღე რა, აჩიკო? ეს არის მარტო, ანუ რასაც ხედავ ისიყიდე. გეტყვი ხა. ეს ზოგზე დეტალურ ინფორმაციას გეტყვი. მაგის შემთხვევაში מחარ ეგ არის იტალიური უწიფწო ყურძენი. უწიფწო კი არა, ეს ნახე, შეჩება რა უდევს რომ არ დაზიანდეს. ეს არის იტალიური უწიფწო ყურძენი. 19.90. ნუ მე გადავალაგებ ხა რამე იაფიან თუ შემოვარდა. ყურძენი რა უნდა ღირდეს, ბიჭო, 20 ლარი. დაწერე კომენტარებში ვინც გამოიცნობთ მანამდე, სანამ გაიგებთ მანამდე დაწერეთ. შენ გახსენე. აი ეს დავაგემონო. მუკუზანი წითელი მშრალი. ეხა იქ არ ვიცი კიდე რა დევს რა ეს ალბათ ნუ ღვინო აი თუ ლოგიკურად მიუდგებით ღვინო უნდა ღირდეს ყველაზე ძვირი. თუ რამე ისეთი არ მოვიდა. ეს ტოპისად არ არის შეჩება? ეგრევე გავაკეთებ დავლევ ამ ჩაის სუ. ეხა ვეგეტყვი ეს რომელ წლიანია? 2024 წლიანია. ხო, წინასწარ ჩამოსხმული შეჩება. מחარ შეგახსენებ რომ ახეთ ზეგონში მუკუზანის მიკროზონაში 2023 წელს მოყვანილი საფერავის ჯიშის რჩეული ყურძენი. საფერავი ბევრი არ მოდის. 2023 წელს 2 წლის დაძველება აქვს ხა ამას. შეგახსენებ რომ ყველაფრის დაგემოვნება შეგიძლია რომ გაიგო გემო. რაღა მიგაქვს სახში შეჩება. 100 ლარიანზე დავდებ ამას რა. არ ვიცი ჯერ თუ წამოვიდა რამე ძვირიანი, თორე აი შეჩება ეს თუ 150. შევა თან რაღაცები ახატია ის სამეფო კარის თამაშების. ეს არის გვიანდუიო, ვენდინ, ბუია. ეს არის ბუიაკა. პრემიუმ კლასის შოკოლადი. შეგიძლია გასინჯო. შემყლეს წაიღებ სახში. როცა არ დადორბლო სულ რა, თუ მოაკვიჩო არა, არ დავდობლო შეიძლება საქმე, იქნება ეგრევე ვიგებ გემოს მე. რონა ჩაიკვიჩა შეჩემ. გაძინა. აბა რა
ბარამბულო არ არის ეთყობა, შენ ჩემა. ფასი აძრობილია, ვერაფერს ვერ გაიგებ. ეს არის უმაღლესი კლასის ესპანური ხამონი. ყონასაც გეტყვი, מחარ. მიწერია აქ. 100 გრამი. 100 გრამი არის. ზუსტად 100 გრამი არის. ოდნავ მეტი, რა, 1-2 გრამის მეტი. კადრში თუ დამოჩნდეს. შეიძლება გაქრეს ესე არ ჩანდეს, შეჩემა ისეთ ხოლმე არის. מחარ შეგახსენებ დაგემოვნება არის მარტო, დანაყრება არ არის. განათავსე ფასს. ყავება. ვაფშე ავიდე. 36. 36 ღირს შეჩემა. ვაფშე აცელილი ვარ ხუაჩი. ეგრე მგონია რომ ეს გვინო ღირს 9 არის, ყველაზე იაფიანი ეს აი და. სასი. რა არის ეს? სიდრი კლასიკური მსხლის. სიდრი რა არის? ალკოჰოლურია ეს, სულხად ალკოჰოლური. 26-ია გამორიცხულია, 26-ს არ მინდა ყიდა. ყველაფრის გასინჯვა შეგიძლია კიდე ერთხელ არ დავზარდები და შეგახსენებ. არ მინდა ამის გასინჯვა შეჩემა. ბიჭო, ეს ახლა 40 რა აი რომ მიდიხარ მაგალითად ვიცი რა სიდრი მომეცით 40 ლარი კი ბატონო აუ ბაზარი არის. აემურში ვორჭოფობ. ეს ახლა კაცი ეს ჩაიწევს აქა და ეს აქა. შემდეგი მოვიტანო? ხო. დაჟე 9 ლარი მგონია. ხუზენი უფრო ძვირი მგონია. არა, შეჩემა რა კაკლის მურაბა, ჩიმიდე. ეს არის ტრუფელი არის. ტრუფელის მურაბაა? ეს არის მთლიანი ტრუფელი, 2 ცალი. შებიჯო ორგანული ტრუფელი. ამას შევჭამთან ბოლოს დავაგემოვნებ. იცი რომ ერთ-ერთი ვერ გასინჯობ თქვენი ცხოვრების ნაწილი. ბოლოს ვერ დააგემოვნებ. ბოლოს შეიძლება წააგო და აღარ დაგრჩეს დასაგემოვნებელი. მაშინ ახლა ორივეს ჩავიგდებ, ყალეს უზალით შევჭამ. შეგიძლია მართლა დააგემოვნო, კიდე ერთხელ შეგახსენე. ხო, შეგიძლია. ეს მზა არის შეჩემა? აუ, ნამდვილი ტრუფელი. არ მიკითხავს პირდაპირ შეიძლება თუ არა ჭამა, მაგრამ ლოგიკურად უნდა შეიძლებადეს რა. მომზადება არ უნდა ჭირდებოდეს ტრუფელს. ეს კაი უნდა იყოს. რა უნდა ღირდეს ეს მიწის გემა מחר. ეს რო ხაჭაპურს უკნა ყველში შეიძლება ესეთ გემრიელი იყოს მართლა. აი ტრუფელი რო ძიამ ყბაში გაიგდო. ეს ერთ-ერთი ადამიანის დამსახურებაა. ჩვენ ადამიანს ვეძახით, მაგრამ ის არის კომპანია, ეს არის ბეტსონ სპორტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ ფეხზე ვიდგეთ და ამ ფეხზე დგომისას ჭრდილში ტრუფელის 2 ცალი სოკო ვჭამოთ. მადლობა ბეტსონ სამისთვის. ბეტსონი არის, ანუ რამდენი კომპანიაც არ უნდა შემოვიდეს, ბეტსონი ჩვენთვის იქნება ყოველთვის ერთ სონი. ანუ ბეტსონი ჩვენი ერთ სონი. ხორცია? ფუ! ავიდი ნახვი ტრუფელ. ყლებაზარია ტრუფელი. აი კითხე კარგად რა წერია ხორცს. ხო და მაგას გეუნები რა. მირატორჯ, პრაიმ, ბლეკ ანგუს, ბლეკ შავი კიდე რა წერია? 250 days grain feed Russian beef. რუსული ხორცი მოიტანე შეჩემა ამის ეს არის პრემიუმ კლასის რუსული საქონლის რუსების პრემიუმ კლასი მოუტანა. აჰა. ყლებაზარი, ეს არის რუსული რო ეგ შეიძლება იაფიღირდეს რა. კაროჩე, ეს ღირს 71. ეს ღირს 150, ეს ღირს ეს. ყლებები მოაქვს შეჩემა და შეჩემა. מחר ეს არის უმაღლესი კლასის იაპონური გამომშრალი სოკო. 26 არის აღუჩა. არა, მოიცა. ჯერ ერთ წამი დააბრუნე უკან, რაც დაგჭა ეგ დადე, ჯერ რაც დაგჭა ეგ ადგილი დადე. ერთი ადგილი დაგჭა სულ. ეხა გაქვს განაწილებული. ეხა გაქვს საშუალება რომ შეცვალო. ყველაფერი შეგიძლია გადაანაცვლო როგორ გონია რა. სწორი რამდენია ის მაინც მითხარ. აი, ამიტომ და ვერ გეტყვი. ეხა შეგიძლია შენ საბოლოო შედეგი დააფიქსირო და მე ერთ ცვლილების უფლებას მოგცემ რა. საბოლოო შედეგი დააფიქსირო? ხო. პროსტა მითხარი რამდენია სწორი რა. მაგას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ აი,
შეჩემა რა გავიგო ეგ. დიდ ინფორმაციას მოგცემს. მე კიდევ თანაერთობდეს დიდ ინფორმაციას, ბიჭო. მე კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ შეგვიძლია დააგემოვნო ყველა. რას მიცulis ეგ დაგეუბნე შემაჭე პროჭი რა თმინდა შეჩემა. დაახლოებით მიხვდები რა თასი შეიძლება ღირდეს. ბას მეუბნები. პროსტა მითხარი რამდენია სწორი. ბიჭო, ყველა სწორი არ არის. გეტყვი უკვე რა. ყველა სწორი თუ არ არის, მინიმუმ 2 არის არასწორი. მიხვდი? კაი, მოდი შევაჯამოთ რა. შენ გონია რომ იტალიური უწიფწო ყურძენი ღირს 9.70. შენ გონია რომ სიდრი, რომელიც არის ლუდის მსგავსი, ღირს 20 ლარი. შენ გონია რომ ქართული პრემიუმ კლასის ღვინო ღირს 26 ლარი. ამბავი, კარგი ბრენდინგით. შენ გონია რომ ხამონი, უმაღლესი კლასის ესპანური ხამონი. გავიგე რაღაცა 9.70 ხო უნდა ღირდეს. ღირს 36 ლარი. პრემიუმ კლასის ჩაი, რომელიც 10 პაკეტია, მე მგონი ჯამში, თუ არ ვიცი, მოსადუღებელი არის, მაგრამ მაშინ ყველაფერს აქეთ დავალა. მაქსიმუმ 10 ჭიქა მომზადდება, 43 ლარი ღირს ეს ჩაი, გამხმარი ჩაი, ღირს 43 ლარი. შენ გონია რომ 59 ლარი ღირს შოკოლადი. შოკოლადი ღირს 60 ლარი. ეხლა რა სპეციალურად არასწორებს დატოვებ, რომ ბოლოს თქვა რომ და შენ შეცდი, იმიტომ რომ ამდენი ხანი და ვიგებ. შენ გონია ერთ რაღაც გეტყვი. შენ გონია რომ რუსული საქონლის ხორცი უფრო ძვირი ღირს. მე არ მგონია. ვიდრე წაიკითხე საიდან არის ეგ ტრუფელი? სად არის დამზადებული? პროჭი. ბოლ პროჭი არ არის? გეტყვი ხა, ბევრი ადგილი არ არის, სადაც ტრუფელი მოიპოვება, მით უმეტეს ეგეთი პერუჯია. ეგეთი ხარისხის რა. პერუჯია, იტალიაში, პერუჯიო. იტალიური ტრუფელი არის. კაი, შეჩემა სტოპისა ტყარი. აბა ის შევანასო, გააჯო, ეხლა შენ მაბნევ მაგითი? არა, მაბნევ მაგაც გონა. რამდენია სწორი მითხარი მაშინ? მახარ, მე შევაჯამე. უბრალოდ შევაჯამე რა. გადაანაცვლების საშუალებას მოგცემ კიდე. არა, მოიცა ერთ წამი. იგებდი თუ ვერ იგებდი, ეხლა მაგაზე ნუ მომედავები, ეგ მაგ ინფორმაციას არ გაძლევ მოკლედ რა. არა, მომეცი უკვე და რა ვიცი. არა, მაგ ინფორმაციას არ გაძლევ, იმიტომ რომ ეხლა იმდენი რაღაცა დევს, რომ შეიძლება ამერიოს რა. და მაგიტო ეს მაინც ჩემთვის ესეთი 10 პაკეტი არა და ერთიანი ჩაიყრია. ასადუღებელი ჩაი არის, რომელსაც მოადუღებ რამდენს, აი 30 ჭიქა ჩაი. ჩიბით დავიღებ ცოტაში. აუ, აი გონე ყველაზე ძიშოვი და მართლა. ეგ არის უმაღლესი კლასის იაპონური გამომშრალი სოკო. ო ბიჭო, ფასები ისეთი რაღაცა რომ მაშინ არ უნდა იყოს ეს დაბალი სხვაობა რა. დაცხე. კიდევ ერთხელ გეუბნები מחר. მე რაც აქამდე გითხარი, იგებდი თუ ვერ იგებდი, ეგ ინფორმაცია არ მიიღო მხედველობაში, იმიტომ რომ მე არ დამაბრალო. ეხლა კიდევ ერთხელ მოგცემ საშუალებას, ჩათვალე რომ ნოლიდან იწყებ რა. ის ინფორმაცია დაივიწყე და არ მომედაო მე იმეები. ანუ მოგედავები აუცილებლად, მაგრამ. არა, გეუბნები რომ შეიძლება შემეშალა მეთქი რამე. მაგიტო გავიგე ხამონით, ა? მაგიტო შეგიძლია შეცვალო. ჩაი რა უნდა ღირდეს მართლა. მაგრამ აქ ყველაფერი ძვირიანებია. შოკოლადი 26 ლარი. ხამონი 36. 53 ლარი ჩაი ვთქვათ. 71 ყველაზე კიდე 2 ცალია შეჩემა. 150 ლარი ამბავი არ ეღირება ბიჭო. მაგრამ მაგის დედა ყველაზე ძვირი ქართული ყიდეს. შევეცი ყველაფერს. მართლა, ყველაზე მკიდია, სულ არასწორი იყოს ყველაზე ძვირი უნდა ყიდეს ქართული. რუსების დედა. კაი, ეხა ისეთ ეტაპზე. გადავიტან 9.70. ეხა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ერთ ინფორმაციას მოგცემ, რაც ამ ეტაპზე ვიცი, რომ უეჭველი სწორია. აქედან מחר სწორად გიდევს 1. ერთი სწორი ესაა? სრული ეს არის სწორი შეჩემა? არ ვიცი, მაგრამ ეხა რაც გილაგია პროდუქტები ფასებთან, ზუსტად ერთი ცალია სწორად დადებული. ეს 2. 3. ბოლო შანსი გა გადალაგების. ამის მერე აღარ გადაგალაგები. 3.
აი ჩემ რატო შემცამის დედს ვაფშე არ მიყვარს ჩაი რა. მივიღო? მე რა მკიდი. კაი ეხა მითხარი რამდენი სწორი და ხმას აღარ მოვიღებ. რაღაცა ფორმულა არსებობს ალბათ რომ ბევრჯერ შემეკითხა. არა, ამ ერთხელ მითხარი და მორჩა. ეხა რამდენია სწორი? ეხა სწორი არის 2. ეს ერთი უეჭველი მანდ უნდა იყოს. ეს რუსული ხორცი გეუნე ეფასიღისო მეთქი და. რუსები ახატყიდიან. მაყურებელი როგორ ფიქრობს? აი სად რა უნდა დაალაგოს ეგ? მაყურებელიც ეგრე დაალაგებდა ნეტო? არა, ეს ხო გადავალაგე. აქედან არაფერი შეცვლა. ამის დედა ეცი და 100 ლარი თუ ღირს ეს ყლეობა შეჩემა ყველებს შავყობ და ვიბანავებ ამაში შენ მოგავირაფერსაც ვერ წაიღებ შეთესელო გაიგე აბა 26 რა ღირს მაგის დედა აი ეს ყლეობს მტენი რაღაცა იაპონური ყლეობს მტენი შეჩემა და არ არის ეს ზვირიანი თქო რა აი და ნახული მიდი ამ მოცემულობით מחარ შენ გაქვს სწორად 2 რანაირად შეჩემა წეღან თუ იქ ორიდან არც ერთი არ ემთხვეოდა დავით თუ გინდა კადრში შედი და მიეხმარე თუ ფიქრობ რომ რომელიმე რას იმიტომ რომ აშკარად დაბნეულია ადამიანი ერთ მინიშნებას მოგცემ კიდე. შოკოლადი იყო გასტრონომში ყველაზე ძვირიანი შოკოლადი, ფილის შოკოლადი რაც ჰქონდათ რა, სასაჩუქრე არა, ფილის შოკოლადი ყველაზე ძვირი რაც ჰქონდათ ეგ იყო. всё, შეჩემა, მაშინ. ეგ ღირდა. აი ამ ჩაის ეს ყოველ მოვიშორე. ასევე შემიძლია გითხრა რომ სტეიკი იყო ყველაზე ძვირიანი. რაც ევროპროდუქტში ქონდათ სტეიკები, არჩევანი ქონდათ სტეიკი ყველაზე ძვირიანი, სტეიკი. ვა, 50 წელი შოუ. და ასევე შემიძლია გითხრა რომ ხამონი, არჩევანი ქონდათ ხამონების და ეგ ხამონი იყო ყველაზე ძვირიანი, რაც გასტრონომში იყიდებოდა. მეტ ინფორმაციას აღარ მოგცემ מחარ. კიდია მიდი რა. ვერ მოვი, ესა და ეს ჩაი ვერ მოვიშორე რა. მიდი. ეხა გეტყვი რომ 5 გაქვს სწორად. 5 მე სწორად. რამდენი შანსი უნდა მივცეთ არ ვიცი. დავით, სახში გაგისწორდებოდა ეგენი? აღარ დარჩა არაფერი, რაც კაი იყოს, შეჭამ ყბაში გავუშვ. ყურძენი ჭამე. ეგ შეწოვდი სახში? 1 2 3 4 5 1 კაი, მაშინ მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ. მე ვეკითხები დავითას. ერთი შანსიც მივცეთ თუ არ მივცეთ, დავით? მივცეთ ერთი შანსი ის ბოლო. 5 გაქვს სწორი, ერთი განაცვლებით შეიძლება მოიგო. ერთ შანსსაც გაძლევთ. ოდა როგორ ერთ შანსი ერთი ყლეობა რომელი 5-ია? აი ესენი არ იქნება. ესე მოვიგებ არა? აუ ჩემი და წაგება. ეს რაც წაგება ძალი აღარ ვითამაშეთ ეგეთი რაღაც ხო? ანუ აღარ ყოფნის ნერვები რა. ეხა იმაზე ვფიქრობ რომელი დაგავთ რომ წავაგებ. ეს შეჩევა მართლა 36 ლარი ღირს. ეხლა მე იმის მეშინე რესტორაულია გაიგე. მოიცა 5 თუ სწორი მაქვს ხომ მოვიგე. მინიმუმ 6 უნდა კონდეს სწორი. 7 8 9 წალი არის შეჩება და 5 თუ სწორი მაქვს ნახევარზე მეტი არის. თამაშის დაწყებისას ჩვენ თქვით რომ 6-იან მეტი თუ გექნება სწორი შენ ხარ მოგებული. კაი რომ ანუ იმენა מחარ ერთი ცალი უნდა გაარტყა. ერთი ცალი სწორად უნდა გადაანაცვლო რა. ერთი შეცვლა უნდა გააკეთო. ოღონდ მეტი შანსი აღარ გექნება, წინასწარ გეუბნები. ეს არის ბოლო შანსი. ჟასმინ ბლოს. აი ეს მაგარი მგონია, პროსტა შეფუთო აქ დედის თორე ამის დედი. აუ ჩაკეთ სწორები მგონია მე, არ ვიცი რა. ბიჭო, ეს ხო არ გავაკეთო ამის დედა. ჰა. აჩი ასიტყვიში. მაგრამ მე ამ ჩელენჯში მიუხედავად იმისა რომ შენ გვალეში ყავ ხოლმე გამიხარდება რომ დავითამ წაიღოს რაღაც ნივთები და შეწვას ამიტომ არ დაგეხმარები არანაირად ანუ 4 არასწორია ხო
შენ ხა ამ დღიდან სწორები გადავანაცვლო და ვაფშე დავრჩე. უარესად არისო სიტუაცია. ბიჭო, შოკოლადი, როგორ შეიძლება 100 ლარი ღირდეს? მახარ, ესე აა. აი ხა რაც გილაგია, ყველაზე ნაკლებად რომელი გონია რა სწორად დევს. პროსტა იქ მიპასუხე რა. ყველაზე ნაკლებად გონია რა ეგ არის სწორი? კაი, მოდი ესეთ მინიშნებას მოგცემ რა. მაგრამ რამდენი მინიშნება უნდა მიცეთ? მაყურებელი შეიძლება. არა, მაყურებელი შეწუხდება. მაგრამ რა არის, აბა? მინიშნება ამოვიყვანოთ სახლის გათამაშების ამ ეტაპზე, რომელიც ვიზუალურად ამოვა. აი ეს არის მინიშნება. ეს არის კიდევ ერთი ნომრის მინიშნება სახლის გათამაშებაზე. ერთი ციფრია მარტო ჩაშიფრული. ტელეფონის ნომრის ერთი ციფრი. ტელეფონის, ხო, აჩქომ თქვა. ალბასახლი არის იდეაში სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს სახლებს, გაიკვირდებათ და ეს სახლი არის დიღომში 50000 კვადრატულ მეტრზე, ხო? გაშენებული ქალაქში. ეს არ არის თეთრი კარკასი და უფრო მეტია, იმიტომ რომ გაყვანილია ყველაფერი აბსოლუტურად. კედლების შეღება გადახსივათ მარტო. ორი ბაღი ექნება, სკოლა ექნება, გამწვანებები ექნება, რაღაცა 5000 კვადრატული მეტრი თუ 8000 კვადრატული მეტრი იქნება კომერციული პარტი. მოკლედ, ყველაფერი გექნებათ ახლო ჩადი დაბლა მორჩა. უკარგესი მეზობლები. მე პირადად ვამოწმებ სახლი უნდა იყიდოს. გრიშა კაკაჩი არ ვამოწმებ თავის ჩცდ-ში. მადლობა ალფასახს ამისთვის. ასევე ალფასახს აქვს აქციები 890 ლარად, 5 წლიანი შიდა განმავლობით შეგვიძლია. ალფასახს ასევე აქვს აქციები 890 ლარად, შიდა განმავლობით შეძინოთ ბინები. ბინა. აუ, აჩქო, აი ეს მითხარ მარტო სწორია თუ არა რა. მარტო მაგას გეტყვი რომ ეგ სწორია. მეც ინფორმაციას აღარ მოგეწონა. აღარ მინდა რა. ერთი უნდა გადანაცვლო, всё. მიდი, ჰა. აი, სანამ გეტყვი მოიგე თუ წააგე. დავიწყებ ფასების ჩამოთვლა, ანუ პროდუქტები და ფასები რა. 9.70 მახარ ღირდა იტალიური უწიფწო ყურძენი. დადე? საბოლოო ადგილები. დავით, გილოცავ. შენ შეგიძლია რაც გინა აიღო და წაიღო სახში. 19.90 ღირდა სიდრი, რომელიც სწორად გიდევს. 26 ლარი და 90 თეთრი ღირდა ღვინო, ამბავი. 36 და 90 ღირდა სოკო, იაპონური. ეგეც სწორად. დალაიქება შევახსენოთ რა მაყურებელს, თუ მოეწონათ. დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ ვიდეო შემდეგში. ეს ფორმატი თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და ცოტა ჩამოთვალე შემჯო. ხო არა. ვიცი, ყველა მაგას ელოდება შენც და მაყურებელს. ჩამოთვალე. ეს სწორემედო? ხო. სწორედ, ხო, ეგ გითხარი. ჩაი დადეშენით. 53 და 90 ღირდა ჩაი. 59 და 90 მახარ ღირდა უმაღლესი კლასის შოკოლადი. 71 და 97 მე მეგონა მაგით მიხვდებოდი რა. აბა თუ მიხვდები, რას შეიძლება მივხვდარიყავი მაგ ფასით. წონა. ხო. რომელიც არ გითქვია ეგ, მაგრამ სწორად დადე მაინც გამოიცან. 98 და 90 და ხორცის ტონაც ეგრე იყო. ღირდა ტრუფელი და ხორცი ღირდა 158 და 95. მოწყენილი מחარა, ბედნიერი დავითეს კადრი არ გვაქვს სამწუხაროდ. ეობა, შეჩემა. მაყურებელმა თუ გამოიცნო, ეგეც მაინტერესებს კომენტარებში დაგვიწერონ რა. აი ამ შოკოლადს რა აქვს შეჩემა 60 ლარისა. ჩაი მიმაყ მეკიდია. ვერაფერი ვერ მიგაქ შენ დავითეს მიაკ. ჩაი უნდა დავაგემ. დავითეს მიაკ უმეტესი ნაწილი. აი ეს რა შეჩემა. რაში უნდა გამოიყენო? აი ეს რაში უნდა გამოიყენო ვაფშე? რა წავაგე. შეგვიძლია დავიმშვიდობოთ მაყურებელს, თუ მოეწონათ ფორმატი დაალაიქონ. დაიმშვიდობე შენ მოიგე. Living fast, so we set the pace. Jungle darling couldn't be replaced. Underneath that moonlit sky. Hey, we got lost in each other's eyes. Oh, Junebug nights, electric thrills, two hearts racing, chasing the chills.